მინდა მიმართოთ თბილისელებს, რომ ძალიან მარტივი არჩევანია სინამდვილეში, რომ დავფიქრდეთ. რომელი უნდა აირჩიო თავისუფალი არჩევანის პირობებში, აი მართლა რომ რაღაცა კოორდინატორის ფულზე და რაღაცაზე არ დახარბდე. აი მე ვარ მეორე ადგილისთვის ამ შემთხვევაში უფრო შესაფერისი, თუ კუპრაძე არის უფრო შესაფერისი და თუ კუპრაძეა რატომ? ხო ეს უნდა ირჩეოდეს. და თუ იაგოა რატომ? ყველაზე მარტივად, მოდი ესე შევხედოთ. პოლიტიკური მამა არ მყავს. ჩემ ზემოთ არავინ არ არის. ჩემს გვერდით არიან, ჩემი მეგობრები. და ირჩევთ ადამიანს, რომლის ზემოთაც ვიღაცა დგას და თან ის ვიღაცაც ისეთი გასაკვირი არ არის, რომ მაინც და მაინც გაგიჟდე ამაზე. ამ ქალაქში ჩემთვის არჩევნები, იმით მოწმდება, რამდენი ადამიანი იყიდება ფულზე, სხვადასხვა ფორმით და რამდენი არ იყიდება, ამას უფრო მეტად გავიგებ. იმისთვის, რომ აი ეს შემოწმება კვალიფიციურად ვერ მოვახერხო, ყველაფერი ხდება ზოგადად არჩევანის გასაბანძებლად. ამიტომ იყო საჭირო 4 ოქტომბრის მოფიქრება, რომ აბა რას აკეთებთ 4 ოქტომბერს გეგმავთ. და უცბად მოახლოვდა 4 ოქტომბერი და პრობლემა გახდა ეს არის ის ადამიანი რომელსაც აყვირებინებ ამდენი ხანი 4 ოქტომბერი რომ მოვა 4 ოქტომბერი და ვერაფერს ვერ იზამს რაღაც ხო და მოუხერხო ხო და ნუ არ წვავს შენი გავლენის აგენტს გაკავს თამაშიდან და უცბად ხალხი რომელიც გამოდის ღებულობს პასუხს რომ რამექნა ძმა მე ციხეში ვიჯექი შესაბამისად აი თქვენ უნდა გემოქმედათ და აი ამ თქვენ უნდა გემოქმედათ მე ციხეში ვიჯექის პირობებში არავინ არ არის აქციაზე პასუხისმგებელი მე ხო პირველივე დღიდან ვიძახდი რომ ამ ხალხთან არაფერ შუაში არა ვარ ამ ხალხს ორივეს უნდა რევოლუცია. ერთს უნდა 4-ში რევოლუცია არჩევნების გარეშე, მეორეს უნდა თავისი ძალაუფლება, რასაც კუპრაძეს თბილისელები მიცემენ, გამოიყენოს საბოლოო ჯამში რევოლუციური სიტუაციის მოწყობაში. ჩვენ ვზადებით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაღაცნაირად მართლა შევძლოთ ის, რომ ერთმანეთს არ ვიჭერდეთ. იმიტომ რომ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. შანსი არ არის რამე არ შეიცვალოს, თუნდაც შემთხვევით რომ რამე არ ააფეთქოს. და უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ არსებული წესრიგის რღვევა ავტომატურად დღესაც შეიძლება მოხდეს. ეს ავტომატურად გამოიწვევს შურის ძიებებს და დიდი ხნის განმავლობაში ეს ზამბარა ვერ იქნება ასე დაჭიმული და ზამბარა ოდესღაც გაისვრის. ჩვენ კიდე გვინდა რომ ამ არჩევნებზე მოვიპოვოთ ესეთი რეპუტაცია, იმხელა რეიტინგი რომ ვიღაცასთან რომ მივდივართ, რაღაც წინადადებით, რომ მივდივართ, რომ მოდით სერიოზულად დაგველაპარაკეთ, მოდი ეს რაღაცა დავამთავროთ. ჩვენს უკან გძნობდეთ ადამიანების ხარდაჭერას. მე ვერ წარმომიდგენია სხვა რომელიმე პარტია ახლა ამ წუთას, გარდა ჩემი მეგობრებისა და ჩემი პარტიისა, რომელსაც უნდა არსებული სიტუაციის განმუხტვა და არ ფიქრობს შურის ძიებაზე და რევოლუციაზე. არსებობს სამომავლო შანსი, რომ მომავალში მაინც დავინახოთ რაღაც ტიპის დასაყრდენი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა თავის ნდობას ააშენებს და ასეთი მე მარტო საკუთარი პარტია და ჩემი მეგობრები მეგულება, იმიტომ რომ დანარჩენებზე მტკიცებულებების დონეზე მათ მიერ გაკეთებული საქმეების მიხედვით შემიძლია ვაჩვენო ადამიანებს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთს ლაპარაკობენ, მეორეს აკეთებენ, რა ვიცი, მესამე გულში უდევთ. ასეთი ხალხის ნდობა არ შეიძლება და თუ გინდათ, რომ ხალხი რომლის ნდობაც არ შეიძლება გავიდეს ქართული პოლიტიკური ბაზრიდან, მხარი დაგვიჭირეთ, მართლა 9 წელი არ მოგვიტყუები ხართ.